მოგესალმებით, მე ისევე როგორც თქვენ და ალბათ ამ საზოგადოების ნებისმიერი წევრი შეძრული ვარ იმ ტრაგედიით, რომელიც დატრიალდა გუშინ თბილისის ცენტრში, ვერაზე, როდესაც რამდენიმე არასრულწლოვანი დაიჭრა და ერთი სამწუხაროდ გარდაიცვალა, ეს არის უდიდესი ტრაგედია და მე მინდა თქვენი ეთერით მივუსამძიმრო პირველ რიგში გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს 17 წლის ბიჭი ბავშვია, ხო, ჩვენი შვილების თაობა არის და ისე მოხდა, რომ დედასთან ბავშვის სახლში აღარ დაბრუნდა ცოცხალი. ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია, მთელი საზოგადოება არის ამ ტრაგედიის ჭირისუფალი და ამ ოჯახის ჭირისუფალი, იმიტომ რომ ნებისმიერი ჩვენგანის შვილი შეიძლებოდა იმ მომენტში ყოფილიყო გარემოებათა დამთხვევის გამო. ჩემთვის ორმაგად მძიმე არის ახლა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ არც ის დაჭრილი და დაღუპული ბავშვი და დაჭრილი ბავშვები და არც მკვლელი დამნაშავე არ ყოფილა უცხო, მე მხოლოდ ტელევიზიიდან რომ შეიძლება გაიგო და ისედაც შეგზრავს ეს ამბავი, ხო, სხვადასხვა ეტაპზე მე ისევე როგორც ჩემს ოჯახს ჰქონია ყველასთან რაღაც გადაკვეთის წერტილი სხვადასხვა ეტაპზე და ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაც გახლავთ. ტრაგედია არ არის მხოლოდ ის, რაც მოხდა, ტრაგედია არის ის, რომ ესეთი რაღაცა ხდება და ესეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს. 17 წლის ბავშვი, რომელიც იყო აბიტურიენტი, რომელმაც დაწერა ეროვნული გამოცდები და იწყებდა თავის ცხოვრების ახალ ეტაპს. 18 წლის ხდებოდა რამდენიმე დღეში და ელოდებოდა უმაღლესში მოხვედრას. მისი ცხოვრება შეწყდა და ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლებოდა იქ ყოფილიყო, ნებისმიერი ჩვენგანის ოჯახის წევრი შეიძლებოდა იქ ყოფილიყო და ეს ბავშვი არ იმსხვერპლა მხოლოდ მკვლელის ტყვიამ, ეს ბავშვი, მისი სიცოცხლე იმსხვერპლა სახელმწიფოს სისტემურმა გულგრილობამაც. იმან რომ ამ ქვეყანაში ადამიანის და ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ არის პრიორიტეტი. სახელმწიფო რისთვის არსებობს, ხო, სახელმწიფო არის შექმნილი ადამიანებისთვის, ადამიანების თანაცხოვრებისთვის და მისი პირველადი ვალდებულება არის, რომ ზრუნავდეს ადამიანის უფლებების და პირველ რიგში სიცოცხლის უფლებაზე, მის უზრუნველყოფაზე, მისთვის საფრთხეების განეიტრალებაზე, გამოვლენაზე, ამის მართვაზე და თავიდან აცილებაზე. აი, ამიტომ არის ეს პრობლემა არა მხოლოდ ერთი ქალაქის და არა მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემა, რომელიც შეიძლება ყველგან მოხდეს. ამაზე არის ხოლმე საუბარი, აი სხვაგანაც ხდებაო, ამერიკაშიც ხდებაო. დიახ, ხდება, მაგრამ ჩვენთან სულ სხვა მიზეზები აქვს, სულ სხვა გარემო აქვს და სულ სხვა საფუძვლები აქვს. იმას რომ ქვეყანაში არის ასეთი უკონტროლო წვდომა ცეცხლსასროლ იარაღზე, იმას რომ არ იდენტიფიცირდება საფრთხეები, რეალური საფრთხეები, რომელიც განჭვრეტადია, რომელიც შეიძლება განჭვრიტო, იმიტომ რომ არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები, იმიტომ რომ არ არსებობს ამ რეგულაციების სათანადო აღსრულება და ესეთი ტრაგედიები შეიძლება მოხდეს და პრაქტიკულად ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრება არის ცხოვრება ტრაგედიიდან ტრაგედიამდე. ჩვენი ქვეყანა ცხოვრობს ტრაგედიიდან ტრაგედიამდე და ეს არის ჩვენი ყველას საერთო მოცემულობა, ყველას საერთო დღევანდელობა. კი ბატონო. ამას ემატება ისიც, რომ პროპაგანდა ცდილობს ქართული ოცნების, აი ბინძური, გახრწნილი, ადამიანობისაგან დაცლილი პროპაგანდა, აი სვავივით ცდილობს, რომ რაღაცა ცრუ ინფორმაციის გავრცელებით აქცენტები გადაიტანოს და საზოგადოების, რომელიც აი მართლა ასეთი დაძაბული არის, ხო, ჩვენ ყველანი კოლექტიურად აი ვართ სერიოზული ემოციური ფონის ქვეშ, აი ამ განწყობებზე ითამაშოს. გიორგი, მე როგორც მივხვდი, მოკლული ახალგაზრდას ოჯახთან თქვენ გქონიათ ხომ შეხება, ანუ თქვენი ახლობელია, სწორად გავიგე, მაინც დავაზუსტებ. ხო, თვითონ ის ბავშვები, მე შვილები მყავს, დიშვილები მყავს, ეხლა ის
პრაქტიკულად ჩემი შვილების თაობა არის და იცით ხო, ეხლა საერთო სკოლა, საერთო მასწავლებლები, მეგობრობა, ისევე როგორც იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ეს საშინელი რამ ჩაიდინა. ეს არის მოცემულობა და ამის ბინძურად გამოყენებას ცდილობენ ეს ნაძირლები. მე არ მიყვარს ასეთი სიტყვების ხმარება, მაგრამ აი სხვას ვერაფერს ვუწოდებ ამ ადამიანებს, ამ პროპაგანდისტებს, მთელი ორგანიზებული და მობილიზებული ტროლბოტების ქარხანა რო აქვთ დილიდან მომართული, რომ ტრაგედიაზე რაღაცა ქულები დაიწერონ და ის საფრთხეები და ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს, ასეთი გარემო რომ შექმნა ქვეყანაში, ეს რამენაირად გაანეიტრალონ. რა ადამიანობაზე საუბრობენ? ბავშვი არის და გარდაცვლილი და დაჭრილები არიან ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს თითოეული მათგანი და აი ამაზე ცდილობენ რაღაცა კაპიტალიზებას და თან ბინძურად იტყუებიან, რომ თითქოს მკვლელი იყო ჩვენი პარტიის ლელოს წევრი და აქტივისტი მაშინ, როდესაც მას არანაირი შეხება არ ჰქონია საერთოდ ლელო, როდესაც დაფუძნდა, მას ჰქონდა თავისი პრობლემები, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და წლებია ის არის იზოლირებული პრაქტიკულად საზოგადოებისაგან და არანაირი შემხებლობა მას არ თუ ამ პარტიასთან, არამედ საერთოდ პოლიტიკასთანაც არ ჰქონია. ისევე როგორც დღეს გადაწყვიტეს, რომ სოფო შამანიდის პოსტი ისევ ლელოს დააკავშირონ, რომელიც თავის დროზე რამდენიმე წლის წინ დიახ იყო ლელოს წევრი, მაგრამ წლებია ის ამ პარტიის წევრი არ არის და გასულ წელს, როდესაც ის აქტიურ პოზიციას იკავებდა ბოიკოტის სასარგებლოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და კრიტიკული პოზიციები ჰქონდა საჯაროდ ლელოსთან მიმართებაში, ამას ისევ ის ადამიანების პროპაგანდისტები იყენებდნენ ლელოს წინააღმდეგ და დღეს აღმოჩნდა, რომ თურმე სოფო შამანიდი ახლაც ლელოს წევრია. აი ასეთი მცირე ადამიანური სულმდაბალი ტექნოლოგია, ტექნიკა აქვთ და მეთოდები აქვთ და ნაბიჯებს დგამენ საზოგადოებისთვის აი ამ აღელვების, საერთო აღელვების და ემოციური განწყობის ფონზე იქ რაღაცა რომ ამღვრიონ კიდევ უფრო მეტად სიტუაცია და რა დროს პარტიაზე არის საუბარი, რა დროს პოლიტიკაზე არის საუბარი, როდესაც ტრაგედიები ხდება ამ ქვეყანაში. ყველგან როგორ შეიძლება გარიო ისევ პოლიტიკა და პარტიული პოლიტიკა, ან სად გაიზარდნენ, ან რა ვიცი, იმისგანც და მაინც არა აქვს, რომ თითოეულ ჩვენგანს მათაც, მათ შორის მათ ოჯახის წევრს შეიძლება შეეხოთ, შეიძლება ტრაგედიაზე ასეთი პოლიტიკური რაღაცა ქულების დაწერაზე ფიქრობდე, ეს დავალება, რომელიც მოდის ქართული ოცნებიდან ერთი მხრივ და ის ადამიანები, რომლებიც სამსახურად აქვს კლავიატურის ლომობა ქცეული და ასე ციბინძურის ტირაჟირებით არიან დაკავებულები. იმიტომ რომ აქცენტი გადაიტანონ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე, იმაზე რომ მოშლილი არის ამ ქვეყანაში როგორც პრევენციის ღონისძიებები, ასევე სტიგმატიზებული არის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხი და ადამიანებს არც იმის შესაძლებლობა აქვს და სირცხვილად ითვლება რომ მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს, არც ამისი საკანონმდებლო რეგულაციები არსებობს, რომ აუცილებელი ღონისძიებები მიიღოს და გასწიოს სახელმწიფო მაშინ, როდესაც ამისი აუცილებლობა და საფრთხე, პოტენციური საფრთხეები არის, რომ ესეთი ტრაგედიები არ მოხდეს, ესეთი ტრაგედიები არ განმეორდეს. მაგრამ იმ ქვეყანაში, სადაც კრიმინალი ყვავის, სადაც არის პრივილეგიები, სადაც არის ნეპოტიზმი, სადაც ვიღაცები არიან ხელშეუხებლები, რომელთათვისაც არ არსებობს არც სამართალი, არც სასამართლო და ამ დროს და ამის პარალელურად ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო აპატიმრებენ, თქვენს კოლეგას ვახოს ანაიას Facebook პოსტის გამო 14 დღით პატიმრობაში უშვებენ. აი ესეთი კონტრასტების, ესეთი შერჩევითი სამართლის, ესეთი ორმაგი სტანდარტების სახელმწიფოში ვცხოვრობ და დიახ, სახელმწიფოს აქვს ბევრი პასუხისმგებლობა და ქართულ ოცნებას, რომელიც არის მართვის სადავეებთან, პირველ რიგში აქვს ეს პასუხისმგებლობა. ამიტომ ვამბობ, რომ ის ბავშვი არ იმსხვერპლა მხოლოდ და მხოლოდ მკვლელის ტყვიამ, სახელმწიფოს გულგრილობამ, სახელმწიფოს უმოქმედობამ, სისტემურმა უმოქმედობამაც იმსხვერპლა და ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების ტრაგედია. და ამაზე უნდა ვისაუბროთ და არა რაღაცა ვიწრო პოლიტიკანური რაღაც ისინი ინტრიგები ხლართონ. ასე რომ მე რა თქმა უნდა ყველაფერი შემიძლია ღიად გითხრათ, თამამად გითხრათ, როგორც აღვნიშნე დასაწყისში, ეს ჩემი
განსაკუთრებული ტკივილი და ტრაგედია არის და მძიმე არის ორმაგად ჩემთვის ამაზე საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ დიახ, ხო, ამ ქალაქში ყველას იცნობს და ყველა სხვადასხვა ურთიერთობა ჰქონია, ხო? ესეც საზოგადოებაში ვცხოვრობ, პატარა საზოგადოებაში. მაგრამ ეს რატოა საერთოდ კომპრომატივები ბიზურე და სუნდაბლობა და ანუ ეს სუნდაბლობა და ცილისწამება ამასაც ვერ ხვდები, იმიტომ რომ ალბათ ძალიან რომ მოვინდომოთ და ჩავეციოთ, დარწმუნებული ვარ, როგორც არ ვიცი, თავდამსხმელის მხრიდან, ასევე დაზარალებულებთანაც ვიპოვით ვინმეს რო კონდეს კავშირი ქართული ოცნების წარმომადგენლებთან. ძალიან პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ყველა ერთმანეთის მეგობარი, ახლობელი თუ ნათესავია შეიძლება ითქვას. ესეა და უბრალოდ უნდათ რომ რაღაცნაირად აი შექმნან განწყობა რომ თითქოს რაღაცა ლელო არის ამასთან შემხებლობაში. ანუ ეს იმდენად იაფფასიანი ხრიკი არის პოპულიზმის, რომ არ ვიცი ვინ შეიძლება ამაზე წამოეგოს და ვინ შეიძლება ეს ყველაფერი დაიჯეროს. უბრალოდ სურთ რომ ყველგან პოლიტიკა გარიოს, იმიტომ რომ ყველაზე მეტად თვითონ ეწვით ქართულ ოცნებაში ის რომ ასეთ ქვეყანაში გვაცხოვრებენ. თვითონ ეწვით რომ გუშინდელი დღე საერთოდ გამორჩეული იყო ასეთ შემთხვევებით ბათუმში მოხდა ჩაცხრილვა. ის ხომ წმინდა კრიმინალური გარჩევის ამბავი იყო. ადამიანს კომედიანს დახვდნენ სახლთან და გაუსწორდნენ ფიზიკურად, ნოდარ დუმბაძის სახელით გაუსწორდნენ. ასეთი ქვეყანა შექმნეს, ასეთ ქვეყანაში გვაცხოვრებენ და რა თქმა უნდა უხერხული არის მათთვის და სურთ რომ ეს უხერხულობა გაანეიტრალონ, მაგრამ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. ეს სისტემა თუ არ დაინგრა, ეს სისტემა თუ არ შეიცვალა, ქართული ოცნების რეჟიმი თუ არ შეიცვალა, რომლისთვისაც ყველაფერი იმართება ერთი კაცის ინტერესებიდან გამომდინარე და მათი კომფორტის, მათი ფუფუნების და მათი ხელშეუხებლობის ინტერესებიდან გამომდინარე. სხვა მათ ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ უბრალოდ. და ქართველი ხალხი მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას ძალიან კარგად ხედავს. და მათ საკადრის პასუხს გასცემს, როდესაც ამისი დრო მოვა და ამისი დრო მოვა ძალიან მალე. ყველა პასუხს ადგებს და პირველ რიგში მათი პასუხისმგებლობა ექნება ეს პოლიტიკური. იმ სამსჯავროზე, რომელზეც მსაჯული იქნება ქართველი ხალხი. კი ბატონო, იცით რა მინდა გიორგი გკითხოთ, რა ტიპის კავშირს ხედავთ თქვენ უფრო სწორედ ანუ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი არის თუ არა თქვენთვის ის რაც მოხდა ვერაზე, ის რაც მოხდა ონისესთან დაკავშირებით. ვახოს ამბავი ცხადია და ცალსახად რაღაცა ზედმეტი შეფასებების გარეშე არის ხელისუფლების მიერ დაკვეთით გაკეთებული, ესე ვთქვათ. ამიტომ არის დღეს ვახო ციხეში, მაგრამ აი იმ ორ ისტორიასთან დაკავშირებით მინდა რომ ცალკე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ონისესთან დაკავშირებით ეს არის პირდაპირი წახალისება კრიმინალის. გადაგეულოთ თვალი, ხო, გადაავლეთ თქვენ დარწმუნებული ვარ, რა ხდებოდა სოციალურ ქსელში ამ ბოლო დღეების განმავლობაში. რაში არ ზდებდნენ ბრალს ნოდარ დუმბაძის სახელს ამოფარებულები და შემდეგ, როდესაც ეს შემზარავი ინციდენტი, სამარცხვინო, ლაჩხრული, არაკაცული საქციელი, როდესაც ვიხილეთ ჩვენ ვიდეოებით, როგორი სიხარული და ყიჟინა ჰქონდათ ქართული ოცნების ტროლ ბოტებს იქ გამართული, რომ აი ღირსია და შენს მარჯვენას ვენაცვალე და ასე შემდეგ. ეს განწყობა ვინ დაამკვიდრა? ქართულმა ოცნებამ ხომ არა შემთხვევით, რომელმაც აი ტიტუშკები მიუქსია მშვიდობიან ადამიანებს ჯერ კიდევ რუსული კანონის დროს, შემდეგ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დროს, ხო, თქვენი კოლეგები მაკა ჩიხლაძე, გიორგი შეწვირული, ხო, ერთი შემთხვევა იყო, როდესაც თვითონ ფორმიანები ძალადობდნენ, სხვა შემთხვევა იყო, როდესაც ეს ტიტუშკები ვინმე დააკავეს, ვინმეს იდენტიფიცირება მოახდინეს, რომ ვკითხოთ საუკეთესო სისტემები აქვს და მართლა აქვს დაყენებული სამეთვალყურეო ტექნიკური აღჭურვილობა, ყველა ვინც კი გაივლის რუსთაველზე და ცენტრალურ ადგილებში, ყველა იციან, ყველას იდენტიფიცირებას ახდენენ და ტიტუშკები თურმე ვერ დაიჭირეს, ვერ დააკავეს პირდაპირ ეთერში რომ თავდასხმები ხდებოდა. იმიტომ რომ წახალისებული არის, შავი სამყარო არის ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი და ინსტრუმენტი, ისევე როგორც სასამართლო, ისევე როგორც ძალოვანი სისტემა და ისევე როგორც მათი პროპაგანდისტული არხები, რომლებიც აი მთელი დღე დაგზდევენ და ცდილობენ ეს ორგანიზებულად, აი კარგად დაგეგმილად
ქართული ოცნების ონლაინ მედიები და ტელეპროპაგანდისტული მედიები, რომ რაღაცნაირად ეს ძიმე ტრაგედია, ძიმე ადამიანური ტრაგედია დააკავშირონ ლელოს და მე დამაკავშირონ. ყველას პასუხს გავცემ, არავისთვის პასუხის გაცემის პრობლემა არ მაქვს, იმიტომ რომ დასამალი არაფერი მაქვს და საერთოდ რა აბსურდზე ვსაუბრობთ, ოღონდ არა მათი ხერხებით, არა მათი თამაშის წესებით, როგორც კარგად იციან ხოლმე ჭრაკერვა, სატელეფონო ჩანაწერების და იმ ინტერვიუების, კომენტარების სახით რო წერენ. პირდაპირ ეთერში ნებისმიერ სატელევიზიო არხს, სახელისუფლებას მზად ვარ რომ უპასუხო და უთხრა სიმართლე იმას, რასაც ახლა თქვენ გეუბნები და საზოგადოებას ვეუბნები თქვენი ეთერის მეშვეობით. ამ მეორე შემთხვევაში, ვერის ტრაგედიის შემთხვევაში, ის რაც მე ჩამოვთვალე, ხო? ის რომ ამ ქვეყანაში არ არის შესაბამისი რეგულაციები, არ არის კონტროლის ქვეშ, მხოლოდ კანონმდებლობის გამკაცრება იარაღის მიმოქცევასთან დაკავშირებით არ არის ეფექტური ზომა, ხო? ყველა მეორეს და ბავშვებს ყველას იარაღი აქვს ამ ქალაქში და რამდენი შემთხვევა ხდება. დღე არ გადის რომ სროლა არ მოხდეს. ქალაქში, თვითონ დედაქალაქში, დიდ ქალაქებში, ქალაქის ცენტრში, საღამოს, დღისით რამდენი ტრაგედია ხდება, რამდენი გარჩევა ხდება, სისხლიანი დაპირისპირება და რამდენი ტრაგიკული შედეგი მოჰყვება ხოლმე ამ ყველაფერს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით და ამასთან დაკავშირებით პრევენციის ზომები და შემდეგ რეაქციის ზომები არ არის მიღებული, შემუშავებული, სტიგმად არის ეს ყველაფერი ქცეული და ვიღებთ აი ასეთ შედეგებს. ისევე როგორც ადამიანის უფლების და სიცოცხლის უფლებისთვის ეს სახელმწიფო არაფერს აკეთებს, იმიტომ რომ მისთვის ეს არ არის პრიორიტეტი. მისთვის ეს არ არის ღირებულება. მათ სურთ რომ ჩვენ ვიცხოვროთ ველურ პირობებში. რა ვიცი, ჩეჩნეთში, პუტინის ჩეჩნეთში რომ ვიცხოვროთ. და ჩამოყავთ კიდეც, ხო, შესაბამისი პირები და ქართული ოცნების ბოსები მათთან ერთად ხან კაზინოებში არიან და ხან რესტორნებში სუფრებს უშლიან და ელარჯს უწელავენ. აი ამაში არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა, ირიბი პასუხისმგებლობა და პირდაპირი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში დიდად განსხვავებული არ არის კონკრეტულ ტრაგედიებზე, როდესაც ვსაუბრობთ.